მერვე საუკუნის 80-იანი წლები. ტაო-კლარჯეთი, საქართველო. მცირედ დასახლებული მხარე, ქვეყნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს. მან მტრის შეტევის პირველი დარტყმა უნდა მოიგერიოს. სამხრეთით არაბთა სახალიფოს საზღვარია. შრომის მოყვარე და მებრძოლი მოსახლეობა ურთულეს პირობებს უძლებს. ერთ დროს ხმაურიანი სოფლები ნელ-ნელა ხალხისგან იცლება. დარჩა მხოლოდ ის, ვისაც რწმენა არ დაუკარგავს. ქვეყნის სამხრეთი პლაცდარმი სუსტდება. ტაო-კლარჯეთს ქართლიდან წარჩინებული ღვთისმოსავი, დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, სამეფო კარზე აღზრდილი, ბრწყინვალედ განათლებული 23 წლის გრეგოლ ხანძთელი მიემართება. ახალგაზრდა მღვდელი პრივილეგირებულ მდგომარეობას გაურბის და უდაბნოში მიდის, რათა სულიერი სრულყოფის საშუალება ჰქონდეს. განმარტოების ნაცვლად მას განგება ლიდერობას უმზადებს. ის ფართო სამონასტრო მშენებლობის მოთავე ხდება. მისი ენერგია და რწმენა გადამდები აღმოჩნდება. გამარჯვებებს მონატრებული ქართველები აღმშენებლობის პროცესში ებმებიან. იწყება ტაძრების და ციხეების აგების, ბრძოლის, მიწის ხვნის, ღვინის წურვის ხანა. უდაბნო სულის სიმტკიცის გამოცდის ადგილი ხდება. 2015 წელს ტაო-კლარჯეთში თანამედროვე ქართველები ჩადიან, რათა წინაპრების ნაკვალევზე კიდევ ერთხელ გაიარონ და ისტორია გააცოცხლონ. ეს სამეცნიერო ექსპედიციაა. ოღონდ ტერიტორია, რომელსაც ქართული ტაო-კლარჯეთი ეწოდებოდა, დღეს თურქეთის შემადგენლობაში შედის. ოდესღაც მოსიცხლე მტრებს დღეს მშვიდობიანი მეზობლობა აკავშირებს. გორდანდებით პუტატურები. შედგებოდა ექსპედიცია 21 წევრისაგან და ჩვენი მიზანი იყო ჯერ კიდევ მიუვარდეს შეუსწავლელი ადგილებზე მეცნიერული დაკვირვება და დოკუმენტალური მასალის შეგროვება. უსტამისის განაპირა მხარიდან ჩანს რა ეს. კახაბერის ციხესთან შევხვდით, თბილისიდან ისტორიკოსების ჯგუფი შემოგვიერთდა ბატონ ბუბა კუდავას ხელმძღვანელობით. მე ვინც გამოვკითხე ადგილობრივი მოსახლეობა თავის დროზე. სახელს ეძახიან კახაბერს, ციხეს არ ამბობენ. ესე იგი კარგახნის ხსოვნა დაკარგულია მაგის. პირველი ასასვლელი არის სურათის მიხედვით ვიძახი, იქიდან არის კიდევ კარგახელა შეფერდება. თეთრ მცევალებოდა რთულ პერიმეტრზე გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შემდეგ იქნება უკვე უფრო რთული ასასვლელი ჩემი აზრით, რაც ფოტოზე ჩანდა. არავინ იცოდა რა დაგხვდებოდა ზევით. ეს იყო ციხე, სასიგნალო კოშკი თუ უბრალოდ არაფრის თქვენი ნანგრევები. ექსპედიციაში გვაქვს ერთი ისა გამოთქმა. ისეთი ადგილია, რომ ციხეს ითხოვს. ალიკო ჩამოიწიე შენ ცოტა წინ. აი შეხედე, ეს ერთი ხაზი, მეორე პარალელური ხაზი, აი აქაც უკან ზუსტად ხაზი მიტება. რაღაცა ის ხო გამოთვლილი მგონია. ყველა ლოგიკის მიხედვით აქ რაღაცა უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხეობაა, აქ არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მონასტერი, ოპიზა, ხანძთა, აქეთ კიდე მიძნაძორი, წყაროსთავი და ეს მონასტრები იმდენად შეჭრილია ხეობაში, რომ ცხადია რაღაცა სასიგნალო პუნქტებს საჭიროებს, რომლებიც ინფორმაციას მიაწოდებდა, თქვა ტრის შემოსვლის შესახებ. ეს არის ციხის უკანა მხარე. ეს კიბი არის ახლა გაუქმებული, გადმოვარდნილი, ეთყობა ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიტანა ახალი კიბი. სპეციალურად ასასვლელად ან ოქროს ეძებდნენ და საგანძურს ეძებდნენ. თვითონ მწვერვალზე არ არის ციხე. ეს ჩავარდნილი ადგილია და ხო, ჩავარდნილ ადგილში არის კედელი ჩანს რა. დაახლოებით 1 ჰექტარის მოცულობის ფართობზე იყო უზარმაზარი კლდე, რომელზედაც ასვლა დავიწყეთ. რამოდენიმე საათი მოვუდით ასვლას. გამოვიარეთ 45 მეტრის გრადუსის დახრილობის
900 მეტრიანი ალბათ მაქსიმუმ ფერდი. ჯერჯერობით ფართოფოთლოვანი ტყეა და მხოლოდ ალაგ-ალაგ ჩნდება ნაძვი. მოპირდაპირ მხარეს კარგად ჩანს, რომ უკვე იწყება შერეული ტყე, ანუ სადღაც ვართ ალბათ 1500-1600 მეტრზე ზღვის დონიდან. უცნაური ამ სიმაღლეზე რომ მოჭრილია ხევი, ამოვიდა მოსაჭრელად. საინტერესო არის თვითონ რელიეფი და საკმაოდ რთული არის გადაადგილებისათვის. სირთულე იყო ის, რომ დაახლოებით ჯგუფის 20-25 მონაწილე უნდა გადაადგილებულიყო ამ მონაკვეთზე და საშიეროება იყო იმისა, რომ დაგორებულიყო ქვა და ვიღაც დაშავებულიყო. ფრთხილად, ქვები! ქვები ფრთხილად! ქვა! ხეს ამოეფარე რა! ხესზე დამეცა და გადავარდა. ხილათ უნდა ვიაროთ. მე ვერც გავიგე, საიდან მოგორავდა ეს ქვა. აშკარად გზით არ მოვდივართ, ჩვენ აქ გზა იქნებოდა ბილიკი, რომელსაც მოძებნა უნდა და ჩასვლისას იქნებ ვიპოვოთ. თორე ეს არის წარმოუდგენელი. მიწიდან ამოდის გავარვარებული ლავა და მერე ცივდება. უკვე ზედაპირზე ამოსული ლავა და გაციებული მერე განიცდის ზემოქმედებას ზედაპირულს. ეს არის მზე, ქარი, წყალი. ამას ქვია გამოფიტვა, ეროზია. და იფიტება ეს ქანები და იშლება. შენ თვითონ ხო ნახე რამ ხელანაშალზე ამოხვედი. ორჩა, წყალი არ გაუვაროთ ციხეა. კერამიკის ფრაგმენტია და ამ სიმაღლეზე როგორც წესი არ არის ხოლმე რა. სავარაუდოდ კი ნამდვილად ზევიდან არის ჩამოვარდნილი. ესე იგი იქ რაღაცა ხდება. ჩაები! კახაბრის ციხეზე ასვლა იყოფოდა ორ ეტაპად. პირველი ეტაპი იყო ლიზირამდე მისვლა. ამ ეტაპის შემდეგ იწყებოდა მეორე მთავარი ეტაპი, რომლის დროსაც უნდა გვეპონა კლდეზე გასასვლელი ყველაზე მარტივი გზა და დაგვეწყო ასვლა აღჭურვილობის დახმარებით, რათა უზრუნველყო უსაფრთხოება. ბიჭები იყვნენ იქითა ფერდიდან დაინახეს თვითონ ციხე. ეხლა უნდა გადავწყვიტოთ რომელი მხრიდან ავიდეთ. ამ გზით ავიწყებთ. ზემოთ არის ერთი ხე, სადაც დავკიდებ სტატიკურ თოქს. დანარჩენი ჯგუფის წევრები ამოვლიან და უკვე იქიდან გავაგრძელებთ ქედზე სიაბრს. ამ ქვასთან ფრთხილად. იქეთ უნდა გადახვიდე მე მარცხნივ, ხო? 6 ადამიანი ავედით კლდის დასკვეთ ნაწილში ბოლო ეტაპზე. ძალიან დიდ დროს მოითხოვდა თითოეული ადამიანის ასვლა. ფაქტიურად ხეს როგორც კი მოკიდებთ, ხო, გეგრეულ ბლოკებით იხარება. აი, გასაგებია თავს გავუთხილდით. თავისუფალია? ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობა არის ის, რომ უნდა გაამზადო დაცვები დაახლოებით ყოველ 3-4 მეტრში, როდესაც გაქვს საშუალება, უნდა დაისოს პალუები, უნდა გამოეღოს თოკები და უნდა მოხერხდეს ისე, რომ შემდეგი ნაწილის გავლა იყოს უსაფრთხო შენთვის და ყველა ჩვენს უკან ყოფისათვის. ოჯო ფრთხილად! ერიდე ქვებს! მაგრამ ამას ართულებდა ის ფაქტი, რომ ქანი, რომელსაც უნდა გამზადებულიყო დაცვები და უნდა დასობილიყოს პალუები, იყო ძალიან ნაშალი და საფრთხე იყო იმისა, რომ ხანს არ გაეძლო დატვირთისათვის. ითელი 5 მეტრიანია ეს თოკი. აღარ მოდის თოკი! ჩრდილოეთ მხარეს ნახეთ, ძალიან უხეში თიხაა. გვალიზოლები ცოტა გაურკვეველია, ტრიალით არის გაკეთებული, თუ ხელით ნამუშევარია კიდევ გარედან. მეც ვფიქრობ, რომ ჭურის ძირია. ჩვენ ამდე ვიღენ ცდილობდნენ ასვლას ადამიანები და ალბათ მაშინ გადმოუვარდათ. კიბის ქვეშ იყო ეს ყველაფერი. არ არის დარჩენილი ძეგლი, თუ განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ აყავს თურქეთის სახელმწიფოს, რომ გადათხრილი არ იყოს და დაზიანებული არ იყოს. ისეთ მიუდგომელ ციხეებზეც კი, რომელზეც ხანდახან გქონია, რომ პირველად დავდივართ, შეიძლება უკვე იყვნენ ესე ოქროს მაძიებლები და უკვე ქონდეთ ნამუშევარი. რა თქმა უნდა, ოქროს ვერ პოულობენ, რადგან ქრისტიანულ ეკლესიებში ეს რა თქმა უნდა ოქროს და განს აღარ ატანდნენ, ეს გამორიცხავდა ქრისტიანობა ან ტრადიციას. ვთქვათ, რომ რაღაც სოფელში მივართ ხოლმე და ვკითხავთ, რომ აქ ხო არ არის რამე ეკლესია ან ციხე ან კოშკი. შესაძლოა იციან სადღაც ეკლესიის არსებობა ან მსგავსი ნანგრევის, მაგრამ არ გითხრათ, იმიტომ რომ ვფლიან, რომ შენობას მაძიებენ ხარ. მაგრამ შეიძლება ამ ჯგუფს ერთი გამოიყოს და გითხრას, რომ აი მე წამოყვებით, გაჩვენებთ და ოღონდ რო ვიპოვით, ოქროს შუაზე გავიღოთ ან წილში გამოყვანით ასე. აუ, ზუსტად ჩაჯდა. ჩვენც რაც არ უნდა უმტკიცებთ, რომ აი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვართ, სუფთა მეცნიერული ინტერესი გვაქვს. შეიძლება ხვალვე ამოვიდეს აქ დიდი ჯგუფი ოქროს მაძიებლების და დაიწყონ გადათხრა.
ამიტომ ეს ძალიან დიდი სენი არის ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, რაც ძალიან ავნებს ხოლმე ისტორიულ ძეგლებს. დააზიანა ის თუნდაც დიდი ეკლესიები, როგორც არის კათოლიკე, ოთხთა ეკლესია, ასე შემდეგ. სულ გადათხილია შეგიდან აბსოლუტურად. გადასასვლელი არის, მაგრამ ძალიან მაგარი ნაშალია. კედლის ეს მონაკვეთი დაახლოებით 70-80 გრადუს დახვეულობისა იყო, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ რთული გასავლელი გამოდგა. წარმომიდგენია, რამდენად რთული იქნებოდა მონაკვეთის გავლა მტრისთვის, მით უმეტეს, როდესაც გაქვს ძალიან მძიმე აღჭურვილობა, ძალიან მძიმე აბჯარი და ზემოდან კიდე ქართველი მეციხოვნე მძიმე საგნებს გესვრის. ესეც ამ წვალების პირველი შედეგი. აი, ახლა განახებთ ნაშენებს. აშკარად ეთყობა, რომ ხელით არის ნაშენები. გიორგი! რა ნახე, გადმოწიე, თავი გითხარი! კედელი ნახე უკვე პატარა. კაია, გილოცავ. არის. აბა გიორგი. ოღონდ ნაშენები არ არის? ერთმანეთზე დალაგებული ქვებია სუფთად. კირი არის, კირი. ქვები რა ზომის არის, დიდია? დაახლოებით 30 სანტიმეტრიანები. საშუალო. ყველაზე საინტერესო ზემოთ გველოდება. აი ისიც. ის გამოც აქ ამოვედით. კედელი შელესილი. კარგად ჩანს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხლა ვიმყოფებით იქ, სადაც ჩვენი წინაპრები დიდი შრომისა და წვალების შედეგად წინდნენ ესეთ საოცარ ადგილას იმისათვის, რომ თავის სამშობლო დაეცვათ. ძალიან მაგარი შეგრძნება არის აყოფნა. თვალი გვფარავდა ნამდვილად. წავალ გიგა. თავისუფალია თოგი. აი აქ ჩანს ამ ადგილებში ქვების მშრალი წყობა. არა შედუღაბებული და ქვიტკირით გამყარებული, არამედ მშრალი. შესაძლებელია შენობის და ციხის დანგრევის შემდეგ მოგროვილი ქვებიც იყოს. დავდივართ საქართველოს ისტორიის ნაკვალევი. ეს ხეც ალბათ მოწმე არის იმისა თუ დაიყო აქ. ეს არის წრიული ფორმის რეზერვუარი, როგორებსაც აკეთებდნენ ციხესიმაგრეებში, როგორც წესი წყლისთვის, წყლის დასაგროვებლად, ან გარკვეული სანოვაგის მარცვლეულის დასაგროვებლად. როგორც ჩანს, ეს ძირითადად ბუნებრივი მონაცემებით დაცული ციხე იყო. უფრო სასიმაგრო პუნქტი, ალბათ სავარაუდოდ სიგნალის გადასაცემად. გახარ კოშკის თავზე და ცდილობ ძველი ქართველი მეციხოვნეების თვალით შეხედო ამ ყველაფერს. ალბათ სადღაც იქვე ფიჩხიც ექნებოდა შეგროვებული ცეცხლის დასანთებად და სიგნალის გადასაცემად. ერთადერთი მოკავშირე მტრების შემოსევის დროს ის კედლები და ადგილმდებარეობა იქნებოდა მათი. აუცილებლად იქითაც რაღაცა სიმაგრე იქნებოდა. რაღაცა კოშკის სასიგნალო პუნქტი. აი კიდევ. სავარაუდოდ. თუ სწორად ვცნობ, იქით უნდა იყოს ანჩის მიდამოები, საეპისკოპოსო ცენტრი იყო ანჩა და ანჩის სიახლოვეს მიუთითებენ ერთ პუნქტს და შესაძლოა სასიგნალო გადასაცემი შემდეგი პუნქტი ის იყო. რაც მთავარი არის, ძალიან უხვად არის კლდოვანი თის თავზე კერამიკის ფრაგმენტები. განძის მაძიებლებს მოუგროვებიათ ერთ ადგილას. აი სავარაუდოდ ჭურის პირის ფრაგმენტი, როგორც ჩანს მეციხოვნეებს ღვინოც ჰქონდათ. რაღაც მომენტში გზნობ იმას, თუ რას ცნობდნენ შენი წინაპრები. საოცარი შეგრძნება არის, როდესაც ამდენი ხნის საუკუნეების შემდეგ ხარ ესე ვთქვათ პირველი ქრისტიანი, პირველი ქართველი, ვინც ამ ადგილზე ფეხს ადგამს. შენი წინაპრების ადგილზე
სადაც ისინი ყოველდღიურად თავის სამშობლოს იცავდნენ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით შავშეთში, თურქეთის ტერიტორიაზე ყველაზე ლამაზი ადგილია, ყველაფერი არის ამ ტერიტორიაზე, ტყეც არის, მდელოები, თოვლი, აგერ ულამაზესი ტბა და ამ ქედან გადავდივართ შემდეგ ართვინში. ექსპედიციის მეორე ლოკაცია ბანაში მდებარეობს. ის 150 კილომეტრით არის დაშორებული კახაბერის ციხიდან. არსიანის უღელტეხილის ულამაზესი პეიზაჟები ფიქრებით საქართველოში გაბრუნებს. Ahmet İzabe diye birisiyle evlenmiş ama haberde alamıyorum mesela kendisinden. Gelsin mi çay? Gelsin mi sana çay? ჩვენას ჩელიზე ვარ, იმერხევიდან ვარ. სახელი სერგო. ჩვენი სოფელები თავად ქართველი არიან. ამას ყიდა ვიშდე. ჩემი საქმე ეს არის. ჩემი ძმა ეს, ჩემი ეგანი. სამი თანა ვარ. თამარა ისი ჩვენი უსტამისი. იმერხევში უსტამისი არის. აქ იყვნენ, აქ მაშინ ოსმანლის ზამანეზე ქისავაში კი იქნა, აქედან წერდნენ. ჩვენ აქ დავრჩით, ლაპარაკი იქიდან ვიცით. ძალიან სასიამოვნო იყო იმერხეული დიალექტის მოსმენა. ჩემში აღთხოვანება გამოიწვია იმ დამოკიდებულებას, რომელიც გამოხატა ადგილობრივმა ქართველებმა, ქართველთა შთამომავლებმა ჩვენს მიმართ. ყველა გვეპატიჟებოდა ჩაიზე, ყველა გვიმასპინძლდებოდა ხილით. კი. ჩემიდან შეჯამეთ. უნდათ ჩვენთვით რაღაცა ეს სიამოვნებინათ და აშკარა იყო, რომ ეს დამოკიდებულება იყო გულწრფელი. ზვარი გამორბის, ხო? ვერცხი ქადამ მოასჭა, ზე ზროხიდან გამოასჭა. თაშანი გაკეთებულია ყველაფერი. იცი რომ ნაღდია. თაში დაგხო საზორებს. ათი 12 ემე არის სოფელი ახლა. აჰა. ქართველი ასე იცი. აი ესე გამათერებ. 16 სოფელი არის ქართული ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა გვარად ვლოცულობთ, მაინც ერთი სისხლი გვაქვს და ალბათ თავიანთი იმ თბილი დამოკიდებულებით, რომელიც გულწრფელი იყო და სიყალბის ნატამალიც არ იყო, ზუსტად ამის დამადასტურებლად იყო გამოვლენილი. თავარია განწყობა. ამაღელვებელი იყო ამ სანახაობის ყურება. საკმაოდ მოსახერხებელი გადასასვლელი აქვს ერთ-ერთი მოსახლეს დინარესთან, აქ ხიდი არ არის. ატარა ნაკვეთი აქვს, რომელსაც ამუშავებენ, ანუ არაფერს არ ტოვებენ. დაუმუშავებელს არასოდეს არენდოთ ხალხო ამინდის პროგნოზებს. თავარია განწყობა. ჯგუფი ემზადება ასასვლელით და ბანაკად არიან დაყოფილები. აგერ ოპერატორები გეგმავენ საიდან რა გადაიღო და მუშაობენ. თან ოპერატორები, თან თოკები ამათ უნდა გააბან. ღვიმეში შეღწევა ერთი შეხედვით არ ჩანდა რთული, თუმცა კედლის გამომფიტული ქანი საკმაოდ ფხვიერი იყო და შეიძლებოდა სიმძიმისთვის ვერ გაეძლო და ნებისმიერ დროს ჩამოშლილიყო. იქეთ მეორე ჯგუფი, რომელიც
უჯობია ასლა და რა გააკეთოს. ეხა ბუბა მოგვითხრა რომ ფრესკები ყოფილა ფოტოების სახმა და იქეთ ბუბა მუშაობს. აქვე არის ბანა, აქვე არის ეგრეთ წოდებული ქამხისი, ქახმის ალთის სხვა სახელით აღნიშნული. ასე ძალიან ხომპლექსი გეგმის ეკლესია და აი ზუსტად იმის მოპირდაპირე მხარეს კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. აქვე არის სხვათაშორის ბანასთან ძალიან ახლოს არის ანალოგიური კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. თავისი ფუნქციის მიხედვით აი ის კომპლექსი და ესეც უნდა იყოს მცირე მონასტერი რამდენიმე ბერისთვის. მოკლედ სასიამოვნო ამინდს ემოციას და გარემოც და პლუს ამას ბიჭები ცოტა მიუახლოთ და ბიჭებს ესე ჩამოუშვი პირდაპირ. გადაღების პონჩიც გამოგვადგება როგორც გავართულოთ და ისეც რა. იქ მაიატენგი მარტივია ქვევიდან ტიპი დაგიდგება და გაგწევს რა. ადვილად ვიზა. თოკით გაწევდა ხო რა. ასვლის რამოდენიმე ვარიანტი გამიხილეთ. ქვემოდან ასვლა, ზემოდან დაშვება თოკებით. თუმცა შემდეგ გადაწყდა რომ გვერდიდან შესულიყავით და პატარა ღვიმის გავლით მომხვედრილიყავით დიდ ღვიმეში. სულ ჩანს 1 2 3 4 ქვაბი. სადაგზა ხდებოდა ძველი დატოვებული პალუები და მათზე გაბმული მავთულები, რომელიც მიადვილებდა გადაადგილებას. მაგრამ ეჭვი იმისა, რომ იქ ჩვენამდე არაკეთილი მოსურნეები იყვნენ, იზრდებოდა. წინა დღესგან განსხვავებით, ამჯერად საკმაოდ მალე ავედით, კიდევ მალე გავიარეთ. ეს მონაკვეთი დაახლოებით 4-5 წუთი დაგვჭირდა ამისათვის. და შემდეგ უკვე დავიწყეთ დაცვებზე მუშაობა, რომ სხვა ჯგუფის წევრებიც მიგვეღო. პირველი რაც მოხდა თვალში ეს იყო ოქროს მაძიებლების მიერ დატოვებული თხრილი დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის. ქვემოთაც ნამუშევარი აშკარად რაღაცას ეძებდა. ბიჭები ავდნენ თოკები გამზადდეს და ექსპედიციის დანარჩენი წევრებიც შეუერთდებით მალე. ნიკასთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. ეს არის უნიკალური ადამიანი, რომელიც თან დადის კლდეზე, თან ახერხებს და წერს სტენდაპებს და აკეთებს მასალას სიუჟეტს. თან ქონდა წამოღებული პარაპლანი და რომ არა, ქარის ცუდი მიმართულება, საოცარ კადრებს ჩამოვიტანეთ და საოცარ კადრებს იხილავდა მაყურებლები. ეს არის ბანას ველები და ეხა ავდივართ ამ გამოქვაბულში. მიწა არის ძალიან ესეთი ფხვიერი და ნაშალი და ამიტომ თოკები დაგჭირდა იმისთვის რომ გამოქვაბულში ავსულიყავით. сол тарафтаки адам норама адам дурдуера бара იცერე დირაძაისნია ბაბა ამდა ვარ ბაბა დრათამდელი ჯვარი არის გამოსახულო ხედავ და მე უყურებ და ვერ დავინახე სადაც პანზერელი უთარდა გიოსნია იცერი ბაში დუარია ბაშურასნა ბაშთან შურასნა აი მარკეტზე გიო მარკეტ აკა ო მარკეტ აგერ არის კი აი თოქს გამოყევით ხელი შეგიძლია თოქს მოკიდოთ ერთი ხელი მარცხენა ხელი მაგალითად აი ესე აჰა შო ჯერა ჩაიხსნით დადექით ფეხზე აი ამონასტრალი ეთქვა ნაკვეთი დამუშავებული სენაკი ნატყვიარები და ტყვიები ჩარჩენილია. ჩვენ სამიზნე და ციყინებდნენ ერთი პერიოდი. გამოკვეთილი ჯვარი. იგი არ გადაგივარდეს. კი ვიყო. ესე განდის მაძიებლები რაღაცებს ეძებდნენ. ახლა მიწაში კიდე შეიძლება რაღაცა მოეჩვენოთ, რომ რაღაცა იმალება, მაგრამ კლდეში აი რომ ჩადიხარ და კლდე დაგხვდა, ხო აი კლდეში რა უნდა იყოს შეგნით, ხო? აი ნიშები. ეს არის ეკლესია, ამის საკურთხევლის მხარე, აქ მორღვეული, ნახევრად მონგრეული საკურთხეველი ტრაპეზის ქვაკლდეშივე გამოკვეთილი სხვადასხვა. აგერ გვერდზე აქვს მოშენებული სენაკი. როგორც ჩანს, ეს ერთი განდეგილი ბერის სამყოფელი იყო, სადაყუდებლო, ასე ვთქვათ. და სულ 3 ქვაბისაგან შედგება სამლოცველო, სენაკი და იქით მცირე საკუჭნაო. აქ არის პატარა დამუშავებული
ფორმებია, სხვა მთლიანად ცხადია კომპლექსი კლდეშია გამოკვეთილი ხელოვნურად. ეს არის მაგალითად არქიტექტურული ფორმა, პილასტრი ეწოდება ამას, როდესაც თქვათ ეყრდნობა გარკვეული კონსტრუქცია და გადადის და კედელს ეყრდნობა. ახლა ამ შემთხვევაში ამის საჭიროება არ იყო, უბრალოდ ეს პატარა დეკორატიული ფორმა აქვს გაკეთებული. აი აქ სავარაუდოდ იქნებოდა ბერის საწოლი. აი ცოტა დადაბლებულია აქ ჭერი. სხვათა შორის აი ესეთი ძეგლები ხშირად გვხდება, ესეთი კომპლექსები ხშირად გვხდება დავითგარეჯის მონასტრებში. როდესაც სენაკს უშუალოდ აქვს მიშენებული თავისი სამლოცველო. ეს არის იმისთვის, რომ ვერ ჰქონდეს საშუალება, რომ არ დატოვოს თავისი სენაკი და იქვე იმოღვაწეოს. საინტერესო სანახავი იქნებოდა ეს სალოცავი 1000 წლის წინ. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ როგორ ლოცულობდნენ ის ბერები მუდრეკილი ევედრებოდნენ უფალს თავიანთი ქვეყნის მშვიდობას და თავისუფლებას. მიკურს რატო არ არის ეს ტერიტორია გათხრილი? ან არის გათხრილი? შეიძლება არის გათხრილი და მერე იქით გადაყრილი, მერე იქიდან აქეთ გადმოყრილი. აი ამის ეკლესიის წინა მხარე დერეფანი არის ჩაქცეული. აი დამუშავებული კარები გამოკვეთილი სპეციალურად, ეს არის სენაკში შემოსასვლელი კარი. ესეც გამორულია, ცეცხლი აქვთ დანთებული ხშირად როგორც ჩანს. ბევრი ვეძები, მაგრამ როგორც ჩანს არ იყო არც შელესილი, არც მოხატული თავის დროზე. ძალიან ისეთი მწირად არის დამუშავებული, თორე სადღაც კვალი აუცილებლად იქნებოდა. როგორც ჩანს რაღაცა პერიოდის შემდეგ ეს უფრო გვიანდელია ალბათ ეს აი ბაგრატიონების მმართველობის პერიოდისა, არ უნდა იყოს უფრო ალბათ ჭაყელების პერიოდისა. ეს კულტურა შემოდის კლდეში ნაკვეთი მონასტრების სოლომონისიც გვიანდელია ესეც როგორც ჩანს. მას შემდეგ რაც თქვა დიდი მონასტრები ვეღარ ფუნქციონირებს, რაღაცა ესეთი პატარა კომპლექსების დაარსება დაიწყეს როგორც ჩანს. რატომ დაუკლარჯეთ? რა იყო ამის მიზეზი? ეს კითხვა ყოველთვის მაწუხებდა. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ იმპერიების მიერ ტერიტორიების გადანაწილების პროცესმა შეუწყო ამას ხელი, ან ქართველი მეფეების დაუკვირებულმა სტრატეგიამ. ახლა კი ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი ალბათ თვითონ ჩვენში საქართველოში იყო, რადგან ძლიერი და პატრიოტი ქართველების გვერდით უამრავი ორჯონიკიძეები და დაუნთხოვნები ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ დღესაც ასე ხდება. ბრძოლა გრძელდება. გახართ დაუკლარჯეთის მიწაზე და გძნობ, რომ წარმატების გასაღები ჩვენშია, ჩვენს ყოველდღიურობაში, ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარულში. ასე რომ არ ეფიქრა, ჩვენს წინაპრებს ალბათ უდაბნოს ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთ უძლიერეს კერად ვერ აქცევენ. იქ წინაპრების ნაკვარებზე ჩნდება რწმენის, თავისუფლების და ძალის საოცარი განცდა, რომელიც უკან დაბრუნებისას უხვად მოგავს თან.